1917 წელს, როდესაც დაწერა აინშტაინმა მისი ფარდობითობის თეორიის განტოლება, იგი შეეცადა, რომ ეს განტოლება მიეყენებინა სამყაროსათვის აინშტაინის განტოლების დაწერით, მას უნდა გაეგო როგორ იქნებოდა სამყაროს დინამიკა. ყველაზე საინტერესო აი ამ განტოლებაში არის ისა, რომ ეს აჩვენებს პირდაპირ, რომ ჩვენი სამყარო უნდა ფართოვდებოდეს, ანუ არ უნდა იყოს სტატიკურ და აინშტაინსაც ჯეროდა, რომ სამყარო არ უნდა განიცდდეს ევოლუციას, ანუ იგი უნდა იყოს აუცილებლად სტატიკური და გამოსავალი აქედან აინშტაინმა იპოვა ერთი მარტივი იდეით, კერძოდ მის განტოლებას დაუმატა ახალი წევრი, ლამდა წევრი უწოდეს მას მოგვიანებით. თუ ლამდა წევრი ისე არის შერჩეული, რომ შეკვეცოს ეს პირველი წევრი, მთლიანად აი მარჯვენა მხარეს მდგომი